ვიცი რომ ეხლა ბევრს გავაბრაზებ, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, გასაჭიმი ჭერი, ეგრეთ წოდებული ფრანგული ჭერი და შპალერი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება ინტერიერში. როდესაც დამკვეთები მეკითხებიან ხოლმე ამასთან დაკავშირებით რჩევას, პრიორიტეტს ვანიჭებ ხოლმე გიფსოკარდონს და კედლის შეღებვას. არ ვაპირებ რომ ეხლა აგიხსნათ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ალბათ ყველამ ვიცით, გიფსოკარდონი და კედლის შეღება ეს არის ხარისხიანი, ელეგანტური და სწორი გადაწყვეტა ინტერიერში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივეს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ დროში ან ფინანსებში ვართ ხოლმე შეზღუდული. ამ შემთხვევაში ძალიან პრაქტიკული არის ხოლმე გიფსოს ნაცვლად გასაჭიმი ჭერის გამოყენება. რაც შეეხება შპალერს, შპალერზე გეტყვით, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შპალერის გამოყენებას ვემხრობი, ეს არის აქცენტური კედლის შექმნა. თუმცა თუ ბიუჯეტში არ ვართ შეზღუდული, ამ შემთხვევაში ჯობია რომ ეს ტექსტურა სხვა მასალით და სხვა სახით შევქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზე ბევრი ადამიანი განსხვავებულად ფიქრობს, მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრსაც. კომენტარებში დამიწერეთ, რას ფიქრობთ, დადებითი და უარყოფითი მხარეები თქვენი აზრით, რომელსაც ანიჭებთ უპირატესობას, რატო ანიჭებთ და ასე შემდეგ. არ დაგავიწყდით ჩემი არხის გამოწერა, დროებით.